საღამომშვიდობისა პარასკევს საღამოს პირდაპირ ეთერშია ტრადიციულად პოზიცია თოქ-შოუ და დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ კვირის და ბოლო დღეების მთავარ თემებზე და მოვისმენთ განსხვავებულ პოზიციებს ამ სტუდიაში. დღეს გვექნება დებატები და მე უკვე შემიძლია წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმრები. მართველი გუნდიდან დავით ბერძენიშვილი, უმცირესობიდან გიორგი გაბაშვილი. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით ორივეს და დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ. ვისაუბრებთ დღეს ბევრ თემაზე, ბუნებრივია ორივე სტუმართან, ანუ ბევრ პოლიტიკურ ასე ვთქვათ თემას და მოვლენას მინდა შევეხო, მაგრამ დავიწყებთ დღევანდელი ახალი ამბით, ასე ვთქვათ, ბატონო დავით და დავიწყებთ თქვენგან, რადგან უკვე ცნობილი გახდა ვინ დაიკავებს არჩილ კბილაშვილის პოსტს, ახალი პროკურორის ვინაობა, ოთარ ფარცხალაძეს გულისხმობ. პირველ რიგში მინდა გითხოთ, იცნობთ თუ არა, იმიტომ დღეს ბევრი კომენტარი მოვისმინეთ მართველი გუნდისგან, რომ ისინი არ იცნობენ, უბრალოდ ნდობას უცხადებენ, იმიტომ რომ თქვათ პრემიერმა მომავალმა დაასახელა ის. და რატომ მოუხდა თქვათ კბილაშვილს პოსტის დატოვება? მოგესალმებით. მთავარ პროკურორს არ ვიცნობ, მე ვიცი გავეცანი მისი ბიოგრაფიის ძირითად საკვანძო ადგილებს, ის სოლიდურ თანამდებობაზე იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში, შიდა ქართლში, შემდეგ შარშან დაწინაურდა იგივე სტრუქტურაში, ფინანსურ პოლიციაში, უფრო ის მოადგილედ, შემდეგ გახდა უფროსი და ძირითადად პოზიტიურად არის შეფასებული მის საქმიანობა, ამიტომ სრულიად ბუნებრივი არის, რომ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მომავალმა პრემიერმა, ვისაც ეთყობა და ბუნებრივია ინტენსიური საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელთან, შეარჩია ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი. რაც შეეხება მთავარი პროკურორის და რაც შეეხება კბილაშვილს, დღეს ლევან ბერძენიშვილმაც გააკეთა ესეთი განცხადება და თქვა, რომ მთავარ ნაკლად კბილაშვილი სახელდება, რომ ის იყო ადამიანურიო. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მაშინ ახალი პროკურორი თქვა, უფრო მკაცრი უნდა იყოს, ან არ ვიცი, ქვეყანა სჭირდება დღეს თქვა, უფრო მკაცრი პროკურორი, როგორ ახსნიდით ამ სიტყვებს? ლევანმა თქვა, რომ ბრალს უყენებენ და ვისაც არ მოწონს კბილაშვილი ეს ხალხი ამბობს, რომ აი მისი ადამიანურობა, უფრო სირბილე იყო მათთვის მეუღებელი, საერთოდ კბილაშვილის მიმართ დამოკიდებულება იყო ორ ცეცხლშუა იყო, თუმცა არც ერთ ცეცხლი არ იყო ძლიერი. ორ სუსტ ცეცხლს შორის იყო, პოლიტიკურ ცეცხლს გულისხმობ. აი საპრეზიდენტო არჩევნებზე ორი ყოფილი სპიკერი პარლამენტის ეპაექრებოდა ერთმანეთს მეორე მესამე ადგილებისთვის, ნათლად გამოიკვეთა, რომ ბაქრაძემ ორჯერ მეტი ხმა აიღო ვიდრე ბურჯანაძემ. ბაქრაძის პოლიტიკური ძალა, ბატონ გიორგის პოლიტიკური ძალა კბილაშვილს ძირითადად საყვედურობს იმის გამო, რომ ბევრი ხალხი დაიჭირა. ბურჯანაძის პოლიტიკური ძალა საყვედურობს, ცოტა ხალხი დაიჭირა, მაგრამ იმ ვითარებაში, საკმაოდ რთულ ვითარებაში, იმ მემკვიდრეობით, რაც ერგო არჩილ კბილაშვილს, შევარდნაძე სააკაშვილის პროკურატურის მემკვიდრეობით, მე ვფიქრობ, ძირითადად გაართვა მან თავი იმ პრობლემებს, სასამართლო არის მთავარი და ის რომ ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს არსებული მოსამართლეების შენარჩუნებით კანონის ფარგლებში სასამართლოს გათავისუფლების ხარისხი სულ უფრო და უფრო იყოს მაღალი იმ პირობებშიც კი, როცა ესა თუ ის გადაწყვეტილება შესაძლო არ იყოს პოლიტიკურად ძალიან მიმზიდველი დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ამ პროცესს კბილაშვილის ხელს უწყობდა. მე არ გამოვრიცხავ, რომ კბილაშვილისთვის შეეთავაზებიათ რაიმე სხვა თანამდებობა, მაღალი სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ ის წავიდა ადვოკატია, წავიდა, როგორც თქვა, სამოქალაქო სექტორში. მე პოზიტიურად ვაფასებ კბილაშვილის საქმიანობას ამ წლის განმავლობაში. და ბატონ დათო, თქვენ თქვით, რომ ბაქრაძის გუნდი და ბურჯანაძის გუნდი ასე აფასებდა, მაგალითად მოიყვანეთ, თუმცა ჩვენ თქვენივე თანაგუნდელების მხრიდანაც მოგვისმენია ხანდახან კრიტიკა, რომ პროკურატურის მუშაობა იყოს სუსტი. თავად პრემიერმაც ერთ-ერთჯერ გააკეთა მსგავსი განცხადება, თუმცა ის ყოველთვის აქებდა კბილაშვილს. მაგრამ მე მაინც მინდა ბაქრაძის გუნდს, როგორც თქვენ უწოდეთ, ანუ უმცირესობის წარმომადგენელს ვკითხოთ, თქვენი მხრიდანაც მოგვისმენია ასეთი კრიტიკა, რომ მან ვერ გამოიძია ხმაურიანი საქმეები, იგივე ბაჩუახალა ეს პროცესი, იყო ბევრი კითხვები და იყო საუბარი, რომ პროკურატურა სუსტი რგოლია ივანიშვილის მთავრობის ერთ-ერთი.
როგორ ფიქრობთ, ახალი პროკურორის მოსვლის შემთხვევაში და მე კი ბატონო კბილაშვილის მუშაობა შეგიძლიათ შეაფასოთ, რაიმე რადიკალურ შემოტრიალებას მოკლედ ელოდება ოპოზიცია იგივე ამ ხმაურიანი საქმეების დასრულების მხრივ, ან ახალი დაკავებების ტალღა შეიძლება თუ არა დაიწყოს. კბილაშვილის მთავარი ვთქვათ მინუსი იყო ის, რომ ის უსიტყვოდ ასრულებდა პოლიტიკურ მითითებებს და ის იყო ფაქტიურად პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი განმახორციელებელი, აბსოლუტურად არაფერზე უკან არ დაუხევია, პრინციპში კაცფარო თქვას, ძალიან ბევრი საქმე წამოიწყო, ძალიან ბევრ მინისტრზე, ძალიან ბევრ თანამდებობის პირზე, ხა ყველაფერს თავი დავვნებოთ 15,000-მდე ადამიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრე და აქტივისტი თვეების განმავლობაში დაკითხვებზე ატარეს, 100-მდე თანამდებობის პირზე არის საქმე აღძრული, მათ შორის მინისტრებზე, დაწყებული ალე ხეთაგურით და ნიკა გვარამიათი, დამთავრებული დაპატიმრებული წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადამიანებით. კბილაშვილი უფრო მეტად თავს გვამახსოვრებდა ჭახე განცხადებებით, ის გამოდიოდა და საუბრობდა 1000 გვარ დანაშაულზე, მაგრამ როგორც წესი სასამართლოში მერე პროკურატურის მიერ წარდგენილი ეს საქმეები, იმიტომ რომ საქმეები აშკარად პოლიტიკური იყო, ძალიან თქო რთულად მიდიოდა მისი მუშაობის პერიოდში. ხა ერთ რამეს რაც ვერ დავწამეთ კბილაშვილს, ის არ იყო თავზე ხელაღებული მაგალითად. თავზე ხელაღებული ოპერაციები უფრო სხვების ჩატარებულია, მაგალითად იგივე აიხლანდელი გენერალური პროკურორის კანდიდატურა, ვიც არის წარდგენილი, ჩვენ გვახსოვს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს თბილისში ყოფნის დროს და გენერალური მდივანი რასმუსენის თბილისში ყოფნის დროს დილას როგორ დააპატიმრეს სხვადასხვა ადგილებში 23 ადამიანი, საკრებულოს წევრები, გამგეობის თანამშრომლები, მერიის ერთდროულად დააკავეს, ქალაქში ატარეს ხელბორკილებით და შემდგომ როგორც სხვა სახის პოლიტიკური მითითება მოვიდა და ნაწილი გაანთავისუფლეს. იგივე ამ ახალმა კანდიდატმა თავი დაგვამახსოვრებინა მინარეთის მოგლეჯვით, ასე ვთქვათ, ადიგენის ინციდენტი, სოფელჭელას ინციდენტი, მინდა გავიხსენე, როგორც ჩანს, ეს პრეტენზია ბატონი დავით საუბრობდა პოლიტიკურ გუნდებზე. თავზე ხელაღებული თქვენ თქვით, ანუ ეს იგულისხმება უფრო დაკავებების განწყობილი პოლიტიკური გუნდებიდან, თქვათ, აი ბურჟანაძეს გუნდი, განსაკუთრებული რადიკალურობი და თქვათ სიზღის ხმებზე დაფუძნებული გუნდია, მაგრამ ქართულ ოცნებაშიც ისინჯება ასეთი ფრთები, ასე ვთქვათ, შედარებით ზომიერი ადამიანები, ვისაც უფრო მეტი გამოცდილება აქვს პოლიტიკაში და იციან, რომ სიზღი ძალიან შორს ვეწავლენ და მეორე ნაწილი გამარჯვების ეიფორიაში მყოფი ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ უნდა გაანადგურონ, ასე ვთქვათ, პირველივე ნაბიჯები მათი უნდა იყოს დაკავშირებული განადგურებასთან, დაჭერასთან, დაწიოკებასთან. აი ეს ადამიანები, ვის ტრაგედიად აღიქვამენ ნაციონალური მოძრაობის 22%-ს, რომელიც ჩვენ ალბათ ამარჩევნებს, ხო? აი ამათი პოზიცია, როგორც ჩანს, არის უფრო თავზე ხელაღებული ადამიანების ხელში მყოფი პროკურატურა, რომლებიც იმოქმედებენ აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, მუხრუჭების გარეშე და იმოქმედებენ კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, კანონის ზღვრების გადალახვით, ვიდრე ამას აკეთებდა კბილაშვილი, იმიტომ რომ კბილაშვილიც არ აკლებდა. ყოველ შემთხვევაში ეხლა ასე ჩანს, რომ აი ადამიანი, რომელიც ფინანსური პოლიციაც ძალიან ჩართული იყო, თქვათ, ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოში არ არის არც ერთი საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, საქართველოში არ არის არც ერთი გამგებელი, გამგებლის მოადგილე, ადგილობრივი თვითმმართველობის არც ერთი წარმომადგენელი თითქმის რომელიც არ დაყავდათ დაკითხვებზე. ერთი ადამიანი მარტულში მაგალითად 32 ჯერ ყავდათ დაკითხვაში. კახეთის ყოფილი გუბერნატორი 9 ჯერ არის დაკითხვაზე დამყოფი. ანუ ფინანსური პოლიცია ერთ-ერთი ლიდერი იყო, ასე ვთქვათ, დევნაშევიწროების კამპანიისა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში კამპანიას ელოდებით. თავარია ის არის ღარიბაშვილის კადრი, ის არის პირადად ღარიბაშვილის კადრი, რა თქმა უნდა. ის არ კონტროლდებოდა ხადურისგან, ეს არ არის ფინანსთა სამინისტროს ნომენკლატურა, ყოველთვის იცოდა, რომ ფინანსური პოლიციას აკონტროლებს ღარიბაშვილი. შესაბამისად, რადგან ივანიშვილი ენდობა მხოლოდ თავის თანაშემწეს, ღარიბაშვილს, რომელიც წლებია მის თანაშემწეა, დაწყებული აქვს მისთვის ვერტფრენების შეძენით და დამთავრებული აქვს პრემიერ-მინისტრობით, ამ თანაშემწეობის შესრულება ენდობა მას და შესაბამისად ძალოვან ბლოკსაც ანდობს მას, რომ მან, ასე ვთქვათ, უზრუნველყოს ეფექტური მუშაობა და დავალება, რომელსაც ივანიშვილი არ მალავს და რომელზეც ის ყოველთვის ღიად საუბრობდა, რის გამოც აქვს მას ყველაზე დიდი საერთაშორისო კრიტიკა, რომ თუ ოპოზიცია არ შეიცვლის რიტორიკას, თუ ოპოზიცია არ გაჩუმდება, რიგები პროკურატურასთან იდგება. როგორც ჩანს, ეს განზრახვა, ეს პოლიტიკა გაგრძელდება და იმის მაგივად, რომ ქვეყანა გადაერთოს მართლა რეალურად ძალიან რთული პრობლემების მოგვარებაზე, რომელზეც იმედი მაქვს მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამის მაგივად გაგრძელდება ეწოდებული witch hunting-ი, ანუ კუდიანებზე ნადირობა, ანუ პოლიტიკური ოპოზიციის კიდევ უფრო როგორც პრემიერი იყო და მიჭირხნა იმისათვის, რომ აი ვისაც ეს 22% ეწყინა, იმათი გული გაახაროს. ბატონო დავით, ელოდება მართალი გუნდი ასეთ განვითარებას, იმიტომ რომ ოპოზიციას უფიქრობს, რომ ეს კუდიანებზე ნადირობა, ვთქვათ, როგორც ბატონი გიორგი ამბობს, და ეს დაპატიმრებების სერია და ნაციონალური მოძრაობის განადგურების მცდელობა, რაზეც არაერთი განცხადება გაკეთებულა, შესაძლოა ვთქვათ, ამ მიმართულებით წარიმართოს სამართალდამცველი თუ საგამოძიებოებს. ანუ არსებობს ესეთი სურვილი რეალურად მართალ გუნდში.
ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, როცა ნაციონალური მოძრაობა სიამაყით იმეორებს, რომ 22% აიღო, კარგია ნაციონალური მოძრაობა 22%, სამჯერ მეტი ხმა აიღო კოალიცია. თქვენს გილოცავთ ქართულმა ოცნებამ, ამიტომ თავისთავად პროცესს შანს მე მინდა უსურვო ნაციონალურ მოძრაობას, პირველ ნახელისუფლარ ოპოზიციურ პარტიად ჩამოყალიბდეს. ნუ კარგია სასტარტო პოზიცია, ცუდი არა აქვს ახლა. იყო 850,000 პარტიის ლისტი, ახლა არის 350,000 ხმა, ვარდნა მაღალია, მაგრამ შეაჩერებენ თუ ვერ შეაჩერებენ, ეს გამოჩნდება თვითმმართველობის არჩევნებზე. კარგია ამ სასტარტო პოზიციაში ნაციონალური მოძრაობის გადაყვანა. ამასთანავე ბატონმა გიორგიმ ახსენა თავზე ხელაღებულობა, დღეს 8 ნოემბერია. გუშინ 7 ნოემბერი იყო, 6 წელი გავიდა, 8 ნოემბერს თავზე ხელაღებული ხალხი შევარდა ბათუმში უნივერსიტეტში და სტუდენტებს დასდებდნენ და დაწამლეს იქავრობ. 7 ნოემბერს და სხვათა შორის მინდა ვკითხო ბატონ გიორგის ამ 6 წლის გადასახედიდანაც სახელმწიფო გადატრიალებას ვამზადებდით, მაშინ ჩვენ. ახლა მაინც როგორია თქვენი დამოკიდებულება? იქნებ შეგეშალათ. იქნებ სწორი არ იყო მაშინ თქვენი პროგნოზი, თქვენი შეფასებები, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. მე შემთხვევით არ ვახსენებ ორ ყოფილ სპიკერს. ეს ორი ყოფილი სპიკერი ერთიანი იყო 7 ნოემბრის შეფასებაში, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. უბრალოდ ერთი უფრო თანამედროვე აღმოჩნდა ამ საარჩევნო კამპანიის დროს, რაც კარგია, ნუ მეორეს შესაბამისად აი 10% აღმოჩნდა იმ ადამიანებისა, ვისაც მისი რიტორიკა მოეწონა. ამიტომ თავზე ხელაღებულობა სამწუხაროდ სწორედ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური როგორც ხელისუფლების პოლიტიკური მესაფლავი აღმოჩნდა, იმიტომ რომ თავზე ხელაღებული იყო ხელისუფლება გირგვლიანთან მიმართებაში, თავზე ხელაღებული იყო რობაქიძის საქმეში, თავზე ხელაღებული იყო მასობრივ დარბევაში 7 ნოემბერს, თავზე ხელაღებული იყო ეს 26 მაისს 2011 წლის, იმიტომ რომ არც ერთი ეს პერიოდი არ ხასიათდებოდა სახელმწიფო საწინააღმდეგო ქმედებით ოპოზიციის მხრიდან. აი ეს არის პრობლემა და ამ პრობლემების პასუხი იყო ანალოგიური ბრალდებების დღეს ოპოზიციის გამარჯვებული სწორედ ის მინდა კითხოთ. დღეს ოპოზიცია თვლის რომ ხელისუფლება ყოველთვის ვაფასებდი ბატონი დავითის ეს თქვათ უნარს რომ ფარული სარკაზმი გამოხატოს ხოლმე ჩვენი 22%-ის სარკაზმი არ თქვენ გაკლდათ ჩვენი 22%-ის მიმართ ნამდვილად ახლა ამ წუთში ამას ქონდა ადგილი. მე მინდა ვთქვა რომ რესპუბლიკური პარტია რომელსაც ბატონი დავითი წარმოადგენს ძალიან მაღალი შედეგი ჰქონდა კოალიციაში ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად 2003 წელს როცა რესპუბლიკები ნაციონალებთან ერთად მოხვდნენ ხელისუფლებაში და მაღალი შედეგი აქვს ეხლაც ბიძინა ივანიშვილთან ერთად მე ჯერჯერობით არ მქონია საშუალება მიმელოცა ბატონი დავითისთვის დამოუკიდებელი შედეგი რესპუბლიკური პარტიის მაგრამ კოალიციებში კარგი თანამშრომლობის გამოცდილება მათ აქვთ და მაღალი შედეგები ჰქონდათ როგორც 2003 წელს ასევე ახლა მაგრამ თავზე ხელაღებულობაზე როცა საუბრობთ ბატონ დავით და 7 ნოემბერს როცა ვიხსენებთ ის რაც მოხდა 7 ნოემბერს ამის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ პრეზიდენტმა სააკაშვილმა აიღო თავის თავზე იმ გადაწყვეტილებების გამო რომელიც იქნა მიღებული იმ დღეებში და გადადგა თანამდებობიდან მეორე მხრიდან სამწუხაროდ ჩვენ არასოდეს არ გვინახავს პოლიტიკოსი იმდროინდელი ოპოზიციისა რომელიც იტყოდა რომ მოწოდებები რომ შევიკრიბოთ და დღესვე დავამთავროთ სააკაშვილის ხელისუფლება არის მოწოდება რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიული თამაშის წესებს რომელიც უბიძგებს სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება და სახელმწიფოს ძირის გამოთხრა სამწუხაროდ მაშინდელი ოპოზიციის მხრიდან ამას ადგილი ჰქონდა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ძალიან მწუხარ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რომ ახლაც ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ბატონ დავით და თქვენ ალბათ ხედავთ განსხვავებას იმდროინდელ ოპოზიციასა და დღევანდელ ოპოზიციას შორის ჩვენ მაშინდელი ხელისუფლება იყო პასუხისმგებლიანი ოპოზიცია. არ მოუწოდებთ რევოლუციური გზისაკენ, ჩვენ ჩვენს მომხრეებს არ მოუწოდებთ რევოლუციური გზისაკენ, არ მოუწოდებთ ძალადობისაკენ, ჩვენ არ გეგმავთ სამართალდამცავ უწყებებში ვიღაცების მოსყიდვას, არ გეგმავთ ტომრებით ყალბი ბიულეტენების დაყრას, ამის ფონზე არ გეგმავთ მღელვარებების მოწყობას და არ ვთვლით რომ შენობებში შევარდნით მაგის რესურსიც არა გაქვთ, მოდი შევთავაზეთ ახლა თქვენ მაშინ თქვით რომ ამის რესურსი ქონდათ, ამას მოყვა ძალიან ცუდი მოვლენები, მათ შორის ჩვენ
ჩვენი ძალიან ღრმა შეცდომები, თუ გავიხსენებთ ტელეკომპანია იმედის მომენტს, თუ გავიხსენებთ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას, ჩვენ შეცდომებზე პასუხი ვაგეთ უმაღლესი პოლიტიკური ფორმით, რომელიც არსებობს. პრეზიდენტი მაშინ გადადგა და მე გააყალბეთ არჩევნები. გამოაცხადა ახალი არჩევნები, გაიმარჯვა იმ არჩევნებში, თქვენ მაშინაც არ ყოფილიყავთ 31% აიღეთ მაგის ვაჟკაცობა რომ მოგელოცათ გამარჯვებულს 31% მაშინაც რატომღაც ბატონ დავით სურჩევნიაში 6 წლის წინადელ მოვლენებზე საუბარი, მაგრამ 6 წლის წინაც პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობა იყო, რომ აქამდე საქმე არ მისულიყო და სამწუხაროდ ეს ასე ვერ მოხდა. დღეს ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ოპოზიცია, რომელიც გამარჯვებულსაც ულოცავს, რომელიც თუ რამე კარგს გააკეთებთ, შეგიქებთ, მაგრამ ისაც დღეს ქვეყანაში ხდება ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, ყველა თვალსაზრისით, კრიმინალიზმის თვალსაზრისით, ქვეყანა, აი მოდით სწორედ ამაზე მინდა ვისაუბრო. და მე მირჩევნია დღევანდელ დღეზე და ხვალინდელ პერსპექტივაზე. ნამდვილად, აი თქვენ თავად ახსენეთ. ისევ წარსული ვარჩიოთ, რომ არა, მე მინდა რომ დღევანდელ თემებზეც მოვისმინოთ თქვენი პოზიცია, ბატონო დავით. ბევრი გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა, ზოგადად ბუნებრივია, ახალი პრემიერი დასახელდა. პირველ რიგში თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, პიროვნულად მართველი გუნდის პოზიცია გასაგებია. Როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილი, ანუ ახალგაზრდას გულისხმობ, თქვათ პოლიტიკური გამოცდილების არ მქონე, აი ამ სერიოზული გამოწვევების გამკვლევასთან საუბარი აქვს ეკონომიკურ პრობლემებზეც, რომლის წინაშეც ხშირად არის საუბარი და თავად ეკონომიკის მინისტრაც აღიარა, რომ რაღაც იგი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი არ სრულდება და ასე შემდეგ ეკონომიკურ ნაწილზე მე კიდე გადავალ. მოკლედ როგორია მართველი გუნდის მოლოდინი? გასაგებია რომ ნდობას უცხადებთ. ამ გამოწვევების დაძლევა შეძლებს თუ არა ახალი პრემიერი? ჩვენ არ გავჩენია ახალი პრეზიდენტი და ახალი პოლიტიკური რეალობა იქნება. წლის სააკაშვილის პრეზიდენტებასთან დაკავშირებით მაშინ არა, ნამდვილად ახალგაზრდა მინისტრებიც გვახსოვს და ახალგაზრდა გუნდი, მაგრამ 28 წლის მოსამართლეებიც ვიცით და ამიტომ ეს მე მგონი ჩვენი ხელისუფლების პრობლემა არ არის, ასაკი არ არის პრობლემა, როდესაც ადამიანებს აქვთ საკმაო გამოცდილება უკვე მუშაობს, მით უმეტეს თუ პრობლემა იყო ასაკი. 21 წლამდე პარლამენტის წევრის ასაკის დაწევა, ეს ნაციონალური მოძრაობის შემოქმედება, მე არ ვიტყვი რომ ამის გამო განსაკუთრებულად მათ ვაკრიტიკებ, თუმცა ფიქრობ რომ არა, მე პრობლემი კითხვა დავსი, რომ მაინც პოლიტიკური გამოცდილება და რაც შეეხება მას, რომ ერთი წელი მან იმუშავა ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრად, მან ჩაიბარა ძალიან კონტროლირებადი პოლიცია, ახლა ბევრი ცუდი რამ აღმოჩნდა, რაც ვიცოდით, რასაც გრძნობდით და რაც გაჟღერდა იმაზე მეტი. ახლა 24,000 უკანონო ფაილი არსებობს და ბევრი სხვა რამ არსებობს. არ მინდა ახლა სათითაოდ მოყვე და ჩამოყვე, იმას ციხეებში რა ხდებოდა და ასე შემდეგ და ეკონომიკურ დანაშაულის გამო თუ დანაშაულის იმიტაციის გამო რამდენი ადამიანი იყო ციხეში და ასე შემდეგ, როდესაც ჩაიბარებ ქვეყანას, სადაც არის 7,000-ზე ნაკლები პატიმარი და 23-24,000 პატიმარი ყავს და უამრავი პრობაციონერი და ასე შემდეგ, ეს არ არის, როცა უკვე მიდიხარ ხელისუფლებისაგან, ეს არ არის კარგი მაჩვენებელი, ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია. ეს მინუსია, სერიოზული მინუსია. საერთოდ სააკაშვილის ხელისუფლებას მე ორ ნაწილად დავყოფდი. მე მასთან ერთად მოვიგე და მასთან ერთად არ ვიხელისუფლე. შევარდნაძე აბაშიძის გარეშე საქართველოს როგორც კი ვნახეთ 2004 წლის 6 თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილები, ცუდი ცვლილები, რომელიც მიმართა ჩვენ მაშინვე გამოვხატეთ პოზიცია. სხვა ჩვენც ისე როგორც გიგა ბოკერიამაც გამოვხატა მაშინ ნეგატიური დამოკიდებულება იმ ცვლილებების მიმართ და რამდენიმე კაცმა ნაციონალური მოძრაობიდან აჭარის არჩევნები 2004 წელს, აჭარის კონსტიტუცია, უვარგისი, გაყალბებული არჩევნები, ჩვენ წავედით ოპოზიციაში გამარჯვებული ბლოკი. ამის მიუხედავად 2007 წლის შემოდგომამდე საქართველოში არ იყო მარტო მინუსი, იყო პლუსიც, იყო საგადასახადო წესრიგი, იყო რაღაც იგივე ფინანსური პოლიცია და ასე შემდეგ. მეწარმეები იყვნენ კმაყოფილები. იყო შეზღუდვა სიტყვის თავისუფლების, მაგრამ პლუს მინუსების ჯამი იყო. 7 ნოემბრის მერე მე სულ მახსენდება ლევან ბერძენიშვილმა ევროპის საბჭოს ტრიბუნიდან საპარლამენტო ასამბლეაში 7 ნოემბრის შემდეგ თქვა, რომ ქართველი ხალხი არასოდეს არ აპატიებს სააკაშვილს 7 ნოემბერს. ჩვენ გაგვეწელა ეს პროცესი, იმიტომ რომ რამდენიც უნდა გველაპარაკონ, რომ
იანვარში სააკაშვილმა არჩევნები მოიგო, მას არ მოუგია არჩევნები, იყო მეორე ტური და ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდა სააკაშვილს, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. მას მერე კარგი პრინციპში არსებითად არ გაკეთებულა, ეს მეორე ნაწილი სააკაშვილის იყო პირველი ოქტომბრის არჩევნები, დავიცავეს დამარცხდა, ხო ნაციონალური მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა და როდესაც ნაციონალური მოძრაობა მაშინ გაფორმებული შედეგების დაახლოებით 1/13 იტოვებს, კარგია რომ მათ ეს წარმატებად მიაჩნიათ და სწორია რომ წარმატებად მიაჩნიათ, იმიტომ რომ ეს თავისუფალი ხმებია რაც ახლა მიიღეს. ეს არ იყო თავისუფალი ხმები. ეს არის პასუხი და ძალიან სწორად მოიქცა ნაციონალური მოძრაობა, რომ მეორე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ისინი ხო გამარჯვებისთვის არ იბრძოდნენ. სწორად მოიქცა რომ მოუგეს ბურჯანაძეს. დაუბრუნდეთ ახალ პრემიერს და ახალ გუნდს, რომელსაც პრემიერზე ვსაუბრობდით ახლა და დაუბრუნდეთ. კი, აუცილებლად ამაზეც დაგაკონკრეტებინებთ, მაგრამ მოდი ჯერ თქვენ თქვით როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ამ გამოცდილებას. შეგახსენებთ, რომ ერთი წელია უკვე ხელისუფლებაში არის ქართული ოცნება და შეგვიძლია ჩვენ სპეციალური გადაცემა მიუძღვნათ როდისმე ბოლო 10 წლის ანალიზს, მაგრამ ერთი წელია ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში და მას ერთი წელია ყავს შინაგან საქმეთა მინისტრი. კი, რაც დაადასტურა ამ მომრჩეველმა, რომ მილიონზე მეტი ხმა, სამჯერ მეტი ვიდრე თქვენ, მივიღეთ აი ახლა საპრეზიდენტო არჩევნებში. გილოცავთ, მე რამდენად მოგილოცოთ, გილოცავთ ჩვენ ერთი წლის თავზე. ერთი წელი რა თქმა უნდა დაგვიფასა და პოზიტიურად შეგვაფასა. რა თქმა უნდა, ჩვენ 2004 წლის გამარჯვების მერე 2006-ში ძალიან დემოკრატიულ წყნარ, მშვიდ და საერთაშორისო დონეზე ბრწყინვალედ შეფასებულ არჩევნებში ასევე 60 ყველგან ბათუმის გარდა. ასევე 75% მივიღეთ მაშინ გილოცავთ მაშინ თქვენი მოლოცვა არ კარგი მოუჩეთ ამ წარსულს ერთი წელია ხელისუფლებაში არის ქართული ოცნება ერთი წელია მას ყავს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი და ერთი წელი არსებობს შინაგან საქმეთა ახალი სამინისტრო რომლის ფუნქცია არის რომ მოახდინოს დანაშაულის პრევენცია დანაშაულის აღკვეთა და როგორც მინიმუმ დანაშაული არ იზრდებოდეს ჩვენ ხედავთ რომ ქურდობა გაზრდილია ყაჩაღობა გაზრდილია ძარცვა გაზრდილია ძიმე დანაშაული გაზრდილია დაახლოებით 60%. ბატონ გიორგი რა საქმნობით ამ დროს იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენ ხედავთ სტატისტიკას რომელსაც აქვეყნებს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც სულ სხვა სურათია სტატისტიკა შევეყნობით შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკას რომელსაც ხელი მიუწვდება დაახლოებით 1000-მდე თანამშრომელს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რომელიც არ ქვეყნდება და ანუ თქვენაც ხედავთ რომ თქვა სხვა მონაცემებს აქვეყნებს საჯაროდ საბჭოთა მეთოდებით ხდება სტატისტიკის გაყალბება და სამას აგენტურა ყავს თქვენი ცით რაც არ აკეთდება 1000-მდე პოლიციელს მისდის რეალური კრებსიდან რაც ხდება ის სხვა არის რეალური შედეგი აი რეალურს რო გადახედოთ გიმეორებთ ძარცვა ყაჩაღობა ქურდობა ძალადობრივი დანაშაული საერთო ჯამში საშუალოდ 60%-მდე არის გაზრდილი აი ეს შედეგი აქვს მას ეხლა როცა შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობდა მაგალითად ნარკოდანაშაულის ზრდაზე რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დარბიან სადარბაზოებში და შპრიცებს ყრიანო ეხლა ასეთ განმარტებებს საზოგადოება სერიოზულად ვერ მიიღებს ეს პოლიტიკურ ოპონენტზე წარუმატებლობის გადაბრალება არ მუშაობს კი ბატონო ახალი მინიკუპერების ყიდვა და პატრულის მანქანების სხვა ფრად შეღება ჩაუთვალოთ მაგრამ სინამდვილეში შინაგან საქმეთა სამინისტროს რაც უნდა მიეღწია წარმატებისთვის დანაშაულთან ბრძოლაში კერძოდ რაც არის მისი ამოცანა იქ მან დეპოლიტიზაცია სახელდებოდა თქვა და იქ მან დეპოლიტიზაციაზე როგორ ვისაუბროთ ეხლა 8 თებერვალს როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მართულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ძალადობა განახორციელეს პარლამენტარებზე მე შესანიშნავი მულტფილმი გვიჩვენეს რა ეფექტურად იმოქმედა თურმე შინაგან საქმეთა სამინისტრო მაგრამ იქ ცოცხალი ხალხი ვიყავით და ძალიან კარგად ხედავდით რაც ხდებოდა შეხმატკბილებული დარბევა ეგრეთ წოდებულ ასე ვთქვათ უკმაყოფილო პოლიტპატიმართა და სხვა გამოშვებულ პატიმართა ჯგუფებთან ერთად როგორ იყო კოორდინირებული რაიმე სინანულის გზნობა სულ არა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა რეალური ამოცანა ეს არის შებრძოლებოდა დანაშაულს დანაშაული არ გაზრდილიყო არ გაზრდილიყო ნარკოდანაშაული არ გაზრდილიყო ქურდობა არ გაზრდილიყო ყაჩაღობა და ეს დანაშაული გაიზარდა შესაბამისად ეხლა თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე რომ თუ ვინმეს სერიოზულად ჯერა რომ დღეს ფარული მიყურადება არ ხდება ამასთან Sony Ericsson-ის კომპანიის განცხადება გამოქვეყნდა ხო ამასთან დაკავშირებით თუ ვინმეს სერიოზულად ჯერა რომ ბევრად უფრო დიდი მასშტაბებით არ ხორციელდება ეს საქმიანობა ну მაშინ ის გულუბრყვილოა ნამდვილად იმიტომ რომ უმრავლესობის წევრებიც კი პარლამენტის დარბაზში რომ უყურებ ვაიბერით საუბრობენ ერთმანეთთან ხო ანუ ყველაფერი ძალიან კარგად იცის არანაირი დეპოლიტიზაცია არ არის ღარიბაშვილი ყოველთვის აკეთებდა სუბთაწყლის პარტიულ განცხადებებს ის არის პარტიული სახე და ის არჩეული იქნება კიდევაც როგორც მე ვიცი ქართული ოცნების პრემიერების კანდიდატი კი ბატონო ის იყო პოლიტიკური გარანტია ბიძინა ივანიშვილის რომ
ის ამ კოალიციას თქვა ძალისმიერი, ასე ვთქვათ, მეთოდებით ძალოვან ბლოკს ჩაიბარებდა. დღეს მას სრულებით ხელისუფლება ბარდება ფორმალური თვალსაზრისით, ეხლა ესეც არავის არ გჯერა, ბიზნეს ივანიშვილი მართვაში არ ჩაერევა. ის მისი მცდელობაა გაერიდოს პასუხისმგებლობას, მაგრამ დაიტოვოს უფლებები, ხო? რატო გაერიდოს პასუხისმგებლობას? ამაზე კიდევ ერთხელ იმედი მაქვს, რომ დეტალურად ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ის რაც დღეს დღევანდელ საქართველოს ეკონომიკაში აუცილებლად ეხლა გადავუდგეთ მილიარდიანი გარღვევა, რომელიც დღეს გვაქვს სახეზე, მილიარდიანი გარღვევა ამ ციფრს დავაკვირდით. არის თუ არა ეს არ არის საფუძველი იმისა, ვთქვათ, რომ ან ღარიბაშვილი იყო წარმატებული, ან მთლიანად მთავრობა, ეხლა თუ ხადურებით არ გავიმეორებთ, რომ სავალუტო ფონდი, ფიჩი, მუცი, სტანდარტ პორსი ყველა იყო. გიპასუხოთ ბატონმა დავითმა და გადავოთ ამ თემაზე. სიცოცხლეში ცხოვრობს და მხოლოდ ხადურმა იცის სიმართლე. ეს ასე არ არის და ამას ყველა ძალიან კარგად ხედავს. აუცილებლად ბატონო დავით, მოვისმენეთ ოპოზიციის შეფასება და მე ვერ მოვისმენეთ თქვენი შეფასება, იმიტომ რომ საუბრობდით ისევ წინა არჩევნებზე. შეფასება მოვისმენთ, იზიარებს თუ არა თქვა რამე ნაწილში არ მეუბნებიან რომ თურმე პოლიციელებისგან ინფორმაციებს იღებენ, დანაშაული არ გაზრდილა, ის რომ დანაშაული არ გაზრდილა და ასეთი განცდა რო აქვს ჩვენს მოსახლეობას, ეს დადასტურდა არჩევნებით, იმიტომ რომ მოსახლეობა თulis რომ გაცილებით უსაფრთხო ცხოვრობს დღეს, ვიდრე ცხოვრობდა ნაციონალური მოძრაობის. არც ერთი კვლევით. ბატონო? არც ერთი კვლევით ასე არ თulis. როგორ ათქვის, საარჩევნო შედეგი არის მოლოდინი, რომ გიზინა ივანიშვილი მათ დაეხმარება, ეს მოლოდინია. დანაშაულის მატება კლებას ეს არის. მივდივარო, პოლიტიკიდანო, წინასწარ თქვა, რომ მე არ ყოფილიყო ეს რომ უი, შენ გაძლევდით ხმას და თურმე სხვებს გვიტოვებ, წინასწარ თქვა და ამ პირობებში კოალიციამ და მისმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო სამჯერ მეტი ხმა, ვიდრე მისმა კონკურენტმა. ეს რომ მარგველაშვილის ხმები არ არის, ალბათ ამაში დამეთახმება. კოალიციის ხმებია და მარგველაშვილმა მიიღო, ну არ ვიცი ხო, ბაქრაძის ხმები არის რაღაც წილი ალბათ, მაგრამ ისევ არჩევნებს უბრუნდებით, ამდენ უნდა დავასრულოთ პრემიერების კანდიდატზე და სხვა თემებს გადავიდეთ. არანაირი ფაქტები არ დადებულა, რომ დანაშაული გაიზარდა. დანაშაული შემცირებულია. უსაფრთხოება მოსახლეობის გაზრდილია. ასია შეფასებული და არა ეს რომ რაღაცა რომელიღაცა პოლიციელისგან ყურში ჩაფურჩულებით აგენტურული ინფორმაცია. არა, არანაირი აგენტურული ინფორმაცია ეს არის. დანაშაული შემცირებულია. თელ სოციალურ მედიაში ყველა ინტერნეტ საიტზე გამოქვეყნებულია ბატონ დავით. თქვენ შეგიძლიათ ნეტგაზეთის მაგალითად ნეტგაზეთი ალბათ ენდობით ხო იმის სტატისტიკა ნახოთ. ტაბულაში იყო გამოქვეყნებული ჟურნალში, სატელევიზიო გადაცემები მიეძღვნა ამას რომ პროკურატურის გენერალური პროკურატურის ინფორმაციას შეგიძლიათ გადახედოთ და ნახოთ. კონკრეტული რიცხვები მითხარით. რასაც გეუბნებით, გაზრდილია. ოფიციალური სტატისტიკას ახეთ ეხა იყოს და რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოაქვეყნა. დანაშაული არის გაზრდილი პროკურატურის ინფორმაციით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითაც, რომელიც გასვლა არ მეტყვეთ რაიმეს. გახსნის ხარისხი ამაღლებულია. კი ბატონო, გახსნის ხარისხი ამაღლებულია. იმავე სტატისტიკით, მაგრამ დანაშაულის რაოდენობა არის მომატებული, მაგრამ ძალადობრივი დანაშაულზე საქმე არის ძალიან ცუდად, ნარკოდანაშაულზე არის საქმე ძალიან ცუდად, ქურდობაზე, ძარცვაზე. ცუდად არც ერთ მიმართულებთან არ არის საქმე. ნუ ბატონო დავით. კარგი, თქვენ ფიქრობთ, მოდი ეს ფრაზა მითხარით რეკლამის მერე განსხვავებით ეკონომიკა. რომ ტრადიციული შეცდომებია ქართული ხელისუფლების. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ გამოწვევების გამყარება შეძლებს ახალი პრემიერი, ესეთია თქვენი პოზიცია, ხო? რო შევაჯამოთ, მინდა იმიტომ რომ რეკლამა და მე გადავიდეთ უკვე ეკონომიკურ თემაზე. ის გახდება პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ლიდერი, ეს არის სწორი. კოალიციის ლიდერიც ხდება და ამ ხრივად კოალიციაში რასაუბრებით. კოალიციაში იყოს საუბარი შესაძლოა დაიშალოს კოალიცია და ასე შემდეგ. ახლა მე ცოტა მიკვირს იცით, როცა ისმის კითხვა კოალიცია დაიშლება თუ არა, როცა კოალიცია არის ხელისუფლებაში. ბიზინა ივანიშვილი, რომელიც ათავისუფლებს ხელისუფლებიდან საკონტროლო პაკეტს. ამ პაკეტის ერთი ნაწილი გადავა ახალ პრემიერზე, მეორე ნაწილი გადავა კოალიციის სუბიექტებს. როცა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი არის პარლამენტის თავმჯდომარე, როცა ყველაზე მრავალრიცხოვანი პარტიის კოალიციაში, რომელსაც ყველაზე დიდი დეპუტაცია ყავს, ლიდერი იქნება პრემიერ-მინისტრი და კოალიციის სხვა სუბიექტებს ასევე ძალიან სოლიდური პოზიციები აქვს საქართველოს აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში, ეს ნორმალურია, პირიქით იზრდება თითეული სუბიექტის ფასი, როლი და შესაძლოა უფრო გაამყაროს ამ პროცესებმა კოალიციის ერთიანობა. და გასაგებია, როცა არის ივანიშვილის კოალიცია, ივანიშვილით
მისი შექმნილი კოალიცია ეს არის ერთი რეალობა და ივანიშვილის გარეშე კოალიცია ეს არის პარტიების მეტი ურთიერთ თანამშრომლობის შესაძლებლობა და აუცილებლობა. კარგით, ივანიშვილის წასვლა, თქვენ თავად ახსენეთ, რომ ის ალბათ შეინარჩუნებს პოლიტიკურ გავლენებს ამ თემებზე, ეკონომიკურ საკითხებზე, რაზეც საუბარია, რომ ბიუჯეტში უკვე შემოსავლების ნაწილი ვეღარ შესრულდება და ასე შემდეგ, ეკონომიკურ გუნდის პასუხისმგებლობას აყენებს ოპოზიცია, რას ფიქრობს მართველი გუნდი? ამ ყველაფერზე ზუსტად რამდენიმე წუთში ჩვენ რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ საუბარს, არ გადარჩით. რეკლამის შემდეგ ჩვენ კვლავ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და განვაგრძობთ ჩვენ სტუმრებთან საუბარს. გიორგი გაბაშვილი, დავით ბერძენიშვილი, დებატები გვაქვს დღეს სტუდიაში და ბატონო დავით, ისევ თქვენგან დავიწყებ, იმიტომ რომ მართლ გუნდთან არის ხოლმე უფრო მეტად კითხვები და ხელისუფლებასთან. ეხლა მინდა ვისაუბროთ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, მაინც ახალი მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი უნდა შემოვიდეს პარლამენტში დასამტკიცებლად და პირველ რიგში მინდა ესე კითხოთ, ითქვა დღეს უკვე რომ ძალიან ბევრი ცვლილება სავარაუდოდ არ იქნება ამ მინისტრთა კაბინეტში, იგივე კითხვები იყო ალასანიასთან მიმართებაში და იუსტიციის მინისტრთან მიმართებაში დღეს მომავალმა პრემიერმა თქვა რომ არ იგეგმება მსგავსი ცვლილებები და ვიცით რომ ნდობას გამოუცხადებს უმრავლესობა და არ გამოუცხადებს თქვათ ოპოზიცია. რაც შეეხება ეკონომიკურ გუნდს, აი ამ ნაწილზე მინდა კითხოთ ბატონო დავით, თუ არ იქნება თქვათ ცვლილებები, უჭერს მხარს ამ ნაწილშიც მართველი გუნდი, ანუ ფიქრობთ რომ თქვათ იგივე მინისტრები, როდესაც დღეს უკვე საუბარია რომ იგივე ეს დაგეგმილი 6%-იანი ზრდა 2.5-ზე ჩამოვიდა, უკვე ეკონომიკის მინისტრმა და თავად ფინანსთა მინისტრმა თქვეს რომ ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი შესაძლოა არ შესრულდეს, ან უკვე მართველი გუნდის მხრიდანაც მოხდა ერთგვარი აღიარება ამ ნაწილის თქვათ რაზეც იყო სულ საუბარი, რომ იგივე ეკონომიკური გუნდის შემადგენლობით უნდა გაგრძელდეს თქვათ ამ პრობლემების მოგვარება. თქვენ გააქვთ კითხვები ამ ეკონომიკურ გუნდთან? კი, კითხვაზე პასუხები გასაცემია, ეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პირდაპირ ბრძანა რომ კითხვები არის, ბუნებრივი არის, როცა დაგეგმილი იყო 6% რატო ჩამოვიდა ეს ქვევით, თუმცა ბუნებრივია ჩვენ უნდა გავიაზროთ ისიც რომ მარტო საქართველოში არ მომხდარა ეს მოხდა რეგიონში, მოხდა ფართო დიდ სივრცეში, თითქმის ყველგან არის გაცილებით ნაკლები ზრდა ჩვენ სამეზობლოში, ვიდრე იყო წინა წლებში. თუმცა ამის მიზეზად უკაცრავად გაწყვეტინებ და რა თქმა უნდა დაასრულეთ, ამის მიზეზად თქვენივე გუნდმა, იგივე ეკონომიკის მინისტრმა და ბევრი ესეთი კომენტარი მოვისმენთ, დასახელდა რომ ეს კოაბიტაცია იყო ერთგვარი ხელისშემშლელი პროცესი, რომ პრეზიდენტის არსებობა უშლიდა ხელს და ასე შემდეგ. ესეთი მიზეზების დასახელდა იზიარებთ ამას? ოპოზიციაში გადასული პრეზიდენტი იმდენი ვეტო, რომლის ათვალავით ამერია და ასე შემდეგ ერთგვარი შემაფერხებელი იყო ბუნებრივია და საერთოდ ხელისუფლებების ცვლილებას ახლავს ეს ერთგვარი რაღაცა დაკვირვების პოზიცია 2003 წელს საქართველოს ეკონომიკა იზრდებოდა უფრო ვიდრე 2004 წელს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევარდნაძის ხელისუფლება იყო უკეთესი ვიდრე ახალი ხელისუფლება სააკაშვილის, ამიტომ ეს ბუნებრივი პროცესი ახლავს ამას, ბუნებრივობაც ახლავს ამ პროცესს, როცა ხელისუფლება იცვლება, რაღაცა მოლოდინებიც იცვლება, მერე სხვა ტიპის იყო თქვათ ის სტატისტიკაც, ახლა ქუთაისში 360 მილიონი დახარჯული პარლამენტის შენობაში, როცა ქუთაისის კონსოლიდირებული ბიუჯეტი თუ სწორად მახსოვს 60 მილიონს არ აღემატება, ამ ვითარებაში ახლა იმისი 360 მილიონი რაღაცა ამის პროცენტ ნახევარს ნიშნავდა ეკონომიკური ზრდის შემადგენელში. ამიტომ ბევრი რამ ამ თვალსაჩინით სტატისტიკა როგორც ჩანს არც ადრე იყო ზუსტი, თუმცა გასაგები არის რომ დაიგეგმა მეტი, შესრულდა ნაკლები, ამას პასუხისგაცემა ჭირდება. რაც შეეხება ეკონომიკურ ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით ფიქრობთ რომ შესაძლოა პრობლემა დადგეს? ჩვენ როგორც გვარწმუნებენ ჩვენი ეკონომიკური პლანგის მინისტრები, ყველანაირი ვალდებულება იქნება შესრულებული, არც ერთ ვალდებულებას რაიმე საფრთხე არ ემუქრება, დანარჩენს პროცესს გვაჩვენებს, იქნება ბიუჯეტის განხილვა და ბიუჯეტის განხილვის დროს ბუნებრივია დაისმება კითხვები და ამ კითხვებზე გასაცემი იქნება პასუხი. პროექტების შეჩერებაზე ისმის მუდმივი პრეტენზიები თქვა იგივე ოპოზიციის მხრიდან ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებაზე, მე ვფიქრობ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი საუკეთესო არის და
ძალიან ეფექტურად და კარგად მუშაობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ძალიან ბევრ თვითმმართველობაში, სადაც კვალიფიციური ადამიანები მუშაობენ, სადაც კვალიფიციურები არიან და მზად არიან პროექტების შესათავაზებლად, თქვა გურჯაანში 10 მილიონზე მეტია, როგორც ვიცი, მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებული და ასევე იქაც გამოიკვეთება ზოგან არის მეტი, ზოგან არის ნაკლები. ეხლა პოლიტიკური პროექტები, პოლიტიკურ-ეკონომიკური პროექტები, 9 მილიონიანი ქალაქი ლაზიკა, ამას ბოლო ხანებში არ ლაპარაკობენ, იქ მარტო პორტზე არ იყო ლაპარაკი. 9 მილიონიანი ქალაქის შექმნაზე იყო ლაპარაკი. ეხლა 9 მილიონიან ქალაქს ჩვენ არ ვაშენებთ, ჩვენ ეს გავაჩერეთ. და მე ვფიქრობ, სწორია რომ ხო, მაგრამ მე ქალაქზე ვლაპარაკობ, სადაც გაცილებით დიდი ფული უნდა ჩადებულიყო. ჩვენ ეს გავაჩერეთ და სწორია რომ გავაჩერეთ. ისე ვინც არიან დღეს ეკონომიკური სფეროს ხელმძღვანელები საქართველოს მინისტრებს საქართველოს ხელისუფლებაში ეს ხალხი ციდან არ ჩამოვარდნილა, მათ გამოვლილი აქ სკოლა წინა ხელისუფლებების პირობებში რაღაცა პოსტებიც ქონია, დეპუტატებიც ყოფილა და მინისტრის მოადგილეებიც, ხო? კარგით, ბატონო გიორგი, ერთ-ერთ მიზეზად, აი უკვე ბატონ დავითანაც ვახსენე, სახელდება ეს კოაბიტაცია თითქოს და რაღაც პოლიტიკური არასტაბილურობა, თუმცა სავალუტო ფონდმაც თქვა, რომ პოლიტიკური მდგომარეობა ეს არასტაბილური ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს. ანუ ფიქრობთ, რომ აი არჩევნების შემდგომ პერიოდმა გარდამავამაც გარკვეული თავისი გავლენა იქონია, თუ მიგაჩნიათ, რომ მხოლოდ რაღაც არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის მიზეზი შეიძლება იყოს? ყველაფერს ამას არასწორი პოლიტიკა ქვია, რა თქმა უნდა. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ საქმე არ არის ესე ადვილად. 12 წელია საქართველოს აღარ ახსოვს სიტყვა სეკვესტრი. საქართველოს მთავრობა უკვე აღიარებს და პარლამენტში ჩვენ ამას ერთად ვნახავთ, ნოემბერ-დეკემბერში შემოვა მთავრობა სეკვესტრისთვის. და ამას მოუგონებენ ცოტა უფრო გრძელ სახელს ბიუჯეტის პარამეტრების ცვლილება კლების მიმართულებით, ასე იტყვიან, მაგრამ ერთი სიტყვით ეს არის სეკვესტრი. ბიუჯეტს დააკლდება მილიარდამდე ლარი. შემოსავლების ნაწილი ბიუჯეტის მხოლოდ საქართველოს დააკლდება ეს შემოსავლები, იმიტომ რომ შეუძლებელია დღესაც 1.8 მილიონზეა საუბარი და ნოემბერი-დეკემბერი თუ კარგი თვეები იქნა, თეორიულად შეიძლება მილიარდი ამოვიდეს. 800 მილიონიდან მილიარდამდე საქართველოს ბიუჯეტს დააკლდება, ეს არის დაახლოებით იმდენი, რამდენი ჩვენ დაგვხვდა მთლიანი ქვეყნის ბიუჯეტი 2003 წელს. დაგვხვდა მთლიანად 8 მილიარდიანი ეკონომიკა, რომელიც დღეს 30 მილიარდიანია, მოიხსენებათ და ბოლო 12 წლის განმავლობაში ეკონომიკა საშუალოდ 7-8%-ით იზრდებოდა. წელს მოხდა პირველად და სრულიად გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად ახალი მთავრობის, რომ საქართველოს ეკონომიკა ფაქტიურად გაჩერებულია, ბიზნესი გაჩერებულია და პოლიტიკური მიზეზები ამას დიახაც აქვს, რა თქმა უნდა. ამის ძალიან აშკარა გამოხატულება იყო პრემიერ-მინისტრის მიმართვა დავოსში ინვესტორების მიმართ, სადაც ის არწმუნებდა ინვესტორებს, რომ ბოლო 9 წლის საქართველოს ეკონომიკური წარმატებები არის ბლეფი, ტყვილი, თვალშინაცრის შეყრა, მთელი მსოფლიო სიცრუეში ცხოვრობს და მარტო ბიძინა ივანიშვილმა იცის სიმართლე. როცა ასე ესაუბრები ინვესტორებს, რა თქმა უნდა, მე არ უნდა გქონდეს იმედი, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპებით გაიზრდება. როცა აჩერებ ყველა პროექტს, სწორედ პოლიტიკური შეხედულებებით აჩერებ ძალიან ბევრ პროექტს. ეხლა ჩვენ რევოლუციით მოვედით ხელისუფლებაში, ბატონი დავითის და ჩვენც, მაგრამ არავის თავში აზრად არ მოსვლია ბაქო ჯეიხანის შეჩერება, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი პროექტი იყო. ბაქოს უბსის შეჩერება, არავის თავში აზრად არ მოსვლია ასეთი პროექტების მარტო იმიტომ შეჩერება, რომ ეს წინა ხელისუფლების იყო. ეხლა როცა ლაზიკაზე ვსაუბრობ ცინიკურად, ხო ამ ხელა პრეზენტაცია მაინც არ ჩატარებულიყო ერთი თვის წინ, სადაც პორტი ანაკლია და პორტ ლაზიკა ქალაქი გითხარი. რა თქმა უნდა, ქალაქი თქვენ ძალიან კარგად იცით. 9 მილიონიანი ქალაქი. ძალიან კარგად იცით, რომ ქალაქ ლაზიკაზე ასე ვთქვათ, არც ერთი თეთრი არ დახარჯულა. ეს იყო პერსპექტივა, რომ თუ იქ გაიხსნება თანამედროვე პორტი, უფრო დიდი ვიდრე ფოთისა და ბათუმის პორტია, ბუნებრივია ამას მოყვებოდა მიგრაციული პროცესი და შემოწყობა, ასე ვთქვათ, ურბანული განვითარებისა პორტის გარშემო. და პერსპექტივაში ეს რა თქმა უნდა შეიძლება ვიდაოთ, იქნებოდა ეს 9 მილიონიანი, 100.000-იანი თუ 50.000-იანი. იქ გაჩნდებოდა დიდი ეკონომიკური ჰაბი, რომლის იდეა იყო სწორი და რომელი იდეის სისწორეც ახალმა მთავრობამ დაადასტურა, უბრალოდ სახელი შეცვალეს იქ ლაზიკას დაარქვეს ანაკლია. ეს არის ერთი და იგივე ადგილი, ერთი და იგივე წერტილი და ერთი და იგივე პორტზეა ლაპარაკი. და საუბარია იმაზე, რომ უბრალოდ ჯინაზე ყველა იმ პროექტების შეჩერება, რომელიც ვითარდებოდა ჩვენი ხელისუფლების დროს და ეს განვითარება, ინვესტირება, სიცოცხლე ეკონომიკური, რომელიც იყო, თუნდაც ავიღოთ მაგალითად ერთადერთი სფერო, რომელიც
წელსაც განვითარდა და წინ წავიდა ერთადერთი დანარჩენი სფეროების შეჩერებამ და დამოხრუჭებამ მთლიანად ამ სფეროს არ მისცა საშუალება წინ წაეწია ეკონომიკა, ტურიზმი. წინა წლების განმავლობაში მაგალითად ჩვენ რამდენი კრიტიკა გვესმოდა ტურისტულ PR აქციებზე, რომელსაც საქართველოს ახორციელებდა, იმ პოლიტიკაზე, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას. ეს აღმოჩნდა ერთ-ერთი სფერო, იმიტომ მოგეხსენება თქვენ ტურისტში ჩადებული რეკლამა 2 და 3 წლის მერე მუშაობს, რომელიც ეხლაც მუშაობს. დანარჩენი ყველაფერი, მშენებლობა, ვაჭრობა, ყველაფერი არის შემცირებული. თქვენ შეგიძლიათ ძალიან კაფიო ინდიკატორებით ნახოთ თქვა იმპორტის DRG შემცირებული, ექსპორტის DRG შემცირებული. გადასახადები კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მილიარდიანი გარღვევა იქნება ბიუჯეტში. რაც შეეხება პერსპექტივას, ახლა თუ საქართველოს მთავრობა მიხვდება, რომ პოლიტიკური мотивაციით ბრძოლა ეკონომიკურ განვითარებასთან და ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივასთან არასწორია. თუ მთავრობა მიხვდება, რომ აი ეს უაზრო რეგულაციები, რომელზეც მთელი წელია არის საუბარი და დიდ გამარჯვებათ ასაღებენ დამატებით რეგულაციებს, რომელიც შემოდის ეკონომიკაში, ეს არასწორია. თუ მთავრობა მიხვდება, რომ თავის წარმატება უნდა დააშენოს წარსულის წარმატებას, წარსულის შეცდომები არ უნდა გაემეოროს, მაგრამ წარსულის წარმატება ეკონომიკური უნდა გამოიყენოს, ეს უნდა განავითაროს და არ უნდა ისაუბროს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომ მას არენდობა და ასე ვთქვათ, ხადურის პირით არ უნდა ეჩხუბოს, არ უნდა ისაუბროს იმაზე, რომ სტანდარტ & პურსი, ფიჩი, მუცი, სულ ყველა საერთაშორისო სააგენტო, რომელიც დღეს ამცირებს საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივებს თავის პროგნოზებში, რომ ყველა ცდება და სინამდვილეში ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად არის საუბარი, მაშინ როცა ყველა გზნობს, რომ ბიზნესი გაჩერებულია და ყველაფერი კარგად ნამდვილად არ არის. ეს არის უბრალოდ არასწორი. ორი კვირის წინ ფინანსთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი ჯერ კიდე საუბრობდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ზურა ჯაფარიძის და სხვების მოგონილი მითებია ეს ეკონომიკის შემცირება. 2 კვირა გავიდა და აღიარებენ, რომ საქართველოს ეკონომიკა ვერ გაიზრდება ისე როგორც დაგეგმილი იყო და შემდეგი წლის ბიუჯეტი, რომელიც წარდგენილი იყო პარლამენტში და 6%-იან ზრდაზე იყო დაფუძნებული, რომელიც თავის მხრივ წლევანდელ 6%-იან ზრდაზე იყო დაფუძნებული, უკვე ფარატინა ქაღალდია. ანუ დღეს ჩვენ 2 კვირის მერე ზუსტად ხედავთ აღიარებას იმისა, რომ რასაც ჩვენ ვამბობ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ საქართველოს ეკონომიკა მიექანება ძალიან ცუდი ნიშნულისკენ, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერება კი აღარ უშველის მე ამას და თანხების დაზოგვა და თქვათ ის ტაქტიკა, რომ მთელი შემდეგი წელი პენსიები აღარ გაიზრდება, თქვათ ან რაღაც სხვა სოციალური ბენეფიტები აღარ გაიზრდება. არამედ უკვე აი ამ სოციალურ ხარჯებს მიადგება საფრთხე თუ ასე გაგრძელდა, იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკა არ იზრდება, სინამდვილეში ის რაც უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავრობის ძალიან დეკლარირებული პოლიტიკა ინვესტორებთან, ყველასთან ურთიერთობაში, რომ კი ეს წარმატება იყო და ჩვენ უფრო წარმატებულები ვიქნებით, ამის მაგივად ხდება ინვესტორების პირდაპირ დემოტივაცია, რომ საქართველოში ჩადონ ფული. კარგით, მოდით ამაზე ვკითხოთ ბატონ დავითს, ხდება თუ არა ინვესტორების დემოტივაცია, ვთქვათ, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, იგივე ბიზნესს საუბრობდა ბატონი გიორგი და მოგვისმენია მართველი გუნდისგან ესეთი შეფასებები, რომ შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტი შესაძლოა იმიტომ ვერ შესრულდეს, რომ რაღაც ბიზნესი დღეს უფრო გათავისუფლდა. ანუ არის ამას როგორ განმარტავთ რა კავშირშია თუ დღეს უფრო ბიზნესი თავისუფალია ვთქვათ ვიდრე წინა ხელისუფლების დროს მაშინ უკაცრავად 6% არის და ჩვენ დავგვეგმეთ 6% არის და წინა წელს ხო მოვისმინოთ სწორედ მართველი გუნდის წარმომადგენლის ჩვენმა მთავრობამ რომელიც ოქტომბრის ბოლოს შეუდგა სათავეში მან ეს დაადასტურა მათ გაიმეორა და ეხლა რაც შეეხება ამ თემებზე საუბარს ნაციონალური მოძრაობა სამწუხაროდ აგრძელებს საკუთარი PR-ის მძევლად ყოფნას ისე არის ლაპარაკი იმაზე რომ არიქა კეთხვით არიქა მოკლედ ეკონომიკური აყვავება იყო ქვეყანაში ჩვენ მივიღეთ სააკაშვილის ხელისუფლებისაგან ეკონომიკურად წელში გატეხილი ქვეყანა ჩვენ მივიღეთ ქვეყანა რომლის GDP Pliani shida produkti ertsul მოსახლეზე ჩამორჩება არა მარტო აზერბაიჯანს, არამედ ჩამორჩება სომხეთსაც. ჩვენ მივიღეთ და არ ვლაპარაკობ უკრაინაზე და ბულგარეთზე და ბელორუსზე და ასე შემდეგ. ნიშნულოვანად ჩვენ ძალიან ცუდი ეკონომიკური მაჩვენებლები გვაქვს. ჩვენ ასეულს მიღმავართ ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებლით ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის არის კატასტროფულად დაბალი და ჩვენ ეს მივიღეთ მემკვიდრეობით ნაციონალური მოძრაობისაგან. ჩვენ ოფიციალური მონაცემებითაც კი მოსახლეობის 40% ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, ისე დაახლოებით ალბათ 60%. რა ვქენით ჩვენ? ჩვენ ვქენით რომ მოვედით ხელისუფლებაში და ერთ წელიწადში 110-დან 150 ლარამდე ავიყვანეთ პენსია. რაც ოფიციალური საარსებო მინიმუმია
ოფიციალურად ნაციონალური მოძრაობის მიერ დადგენილი, ისე მეტია, მაგრამ ოფიციალურად რაც ჩვენ ეს 8 თვეში ვქენით. ჩვენ საქართველოში დაზღვეული იყო მაქსიმუმ 25%. მაქსიმუმ 25%. დღეს არის საყოველთაო დაზღვევა და დღეს ადამიანებს არ უჭირთ და არ ეშინიათ ავად გახდომის და ეს პროცესი დაწყებული უზარმაზარი პროცესი არის. ძალიან სერიოზული, ამიტომ აისახა ეს არჩევნების შედეგებში. მაგრამ როგორ გაგრძელდება, ანუ აი ეს რაც აისახა ბიუჯეტზე არ შეუშლის ხელს მომავალში ამ პროექტების განხორციელებას. ბუნებრივია გაიზრდება და გაიზრდება იმითი რომ თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში, მედიაში. თქვენ დღეს რომ თავისუფალი ხართ, ასეთი თავისუფალი იყავით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს. თქვენ დღეს არავინ არ გდებთ ბრალს, რო ხართ პროპაგანდისტული ტელევიზია. არავინ არ გდებთ ამაში ბრალს. მე გეუბნებით რომ დღეს აი ეს არის ვჟელობთ, საუბრობთ უკეთეს პირობებში ხართ, ვიდრე იყავით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ეკონომიკურ ნაწილს მინდა რომ დაუბრუნდე. თქვენ მე მესმით რომ ის კონკრეტული პროექტები ჩამოთვალეთ, რომელიც განახორციელებს. ეს არის შედეგები. ჩვენ მივიღეთ ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა და ჩვენი ეკონომიკა ის კი რომ ფირმის გახსნა არის ადვილი ქვეყანაში და ამით რაღაც ათეულში ვართ. ჩვენში ბიზნესის წარმოება იყო რთული, მათი მმართველობის განსაკუთრებით და თუ დღეს გათავისუფლდა ბიზნესი, ეს კითხეთ სწორედ. ეს რატომ არა ისახავ, თქვა იგივე უფრო შემოსავლებზე. როდის რამდენ ხანში 2 თვეში? 2 თვეში უნდა ასახულიყო, ხო ვერ აისახება ეს 2 თვეში, მაგრამ ეს პროცესი მიდის და რა თქმა უნდა აისახება. ის რაც მოხდა, რა ჩვენ მოვახერხეთ რთველთან მიმართებაში. ხომ მოვახერხეთ გაცილებით უკეთ. ბატონმა გეორგიმ ახსენა რომ აი ტურიზმი რაც კარგი იყო წელს, ისიც მიიწერეს, რომ ეს 2-3 წლის წინ დავგეგმეთ ჩვენ. ტურიზმის კარგი ასე ირიბად მაინც რო ადასტურებთ, რომ ბათუმში 40%-ით მეტი იყო დღეს წელს ტურისტი, ვიდრე მანამდე იყო. რთველთან მიმართებაში ლარი და ლარზე მეტი უკვე მიიღო ყველა ოჯახმა, უკვე მიიღეს იმ ოჯახებმა. მაშინ როდესაც სინგაპური მოწონდათ, იცით რატომ მოწონდათ? აუცილებლად გაძვირთ დროს სინგაპური და დემოკრატია არ არის. ასე იქცეოდით. ეს ეკონომიკა იყო. ბატონმა დავითმა თლიანად თქვათ თავის ჩვეული ოსტატობით, რა თქმა უნდა, манипуლირება მოახდინა ეკონომიკური სურათის და კომენტარი უნდა გავაკეთო. რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის შემდგომ 2012 წელს საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა. ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებელი, რითიც იზომება ქვეყნის სიმდიდრე, ანუ GDP per capita, რაზეც იყო საუბარი, დღეს არის $5,000 ფარგლებში. მაგრამ 2003 წელს ეს იყო $700 ფარგლებში. ანუ ზრდა $700-დან $5,500-მდე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზრდა საშუალო 7-8%-ით წლიურად, რაც არის ძალიან მაღალი ზრდის მაჩვენებელი ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ნებისმიერ ეკონომისტი ამას დაგიფიქსირებთ, ეს ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს არნიშნავს იმას, რომ იმ კონდიციაში, სადაც დღეს ჩვენ ვართ, ეს არის დიდარი და კარგი ქვეყანა. ხალხს ძალიან უჭირს, მაგრამ საუბარიც იმაზე, რომ ხალხს დღეს უფრო უჭირს, ვიდრე უჭირდა 1 წლის წინ. ეკონომიკა არის შეჩერებული, ეხლა როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ 25% იყო დაზღვეული, ესეც არ არის მართალი, დაზღვეული იყო 2 მილიონ მოქალაქემდე. ეს უფასო სექტემბრიდან, 2012 სექტემბრიდან. ეს უფასო დაზღვევის სისტემა, რომელიც სექტემბრამდე რამდენი იყო? სერგეიკოს პროექტია, კიდე როგორ იმუშავებს, ამას ჩვენ შევხედავთ. სექტემბრამდე რამდენი იყო 2012 სექტემბრამდე? ნაკლები, სექტემბერში ავიდა 2 მილიონი. ისევე როგორც 150 ლარამდე პენსიის ზრდა, უკვე თქვენ დაგვხვდათ ბიუჯეტში ჩადებული, რომელიც თქვენ მიიღეთ 150 ლარამდე. პენსიის და თქვენ ხო უზრუნველყავით, კარგი ქენით უზრუნველყავით, იმიტომ რომ ეს ბიუჯეტში იყო. ძალიან ბევრი რამე ვერ უზრუნველყავით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გიმეორებ, ბატონო დავით, მილიარდი ლარი დაგაკლდებათ ბიუჯეტში. მილიარდი ლარის პროექტები დაგაკლდებათ ბიუჯეტში. მილიარდი ლარის ხარჯი, მილიარდი ლარის განვითარებული ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესებული გზები, ის 100 საწარმო, რომელიც დაპირებულია თავისუფლად საწარმო, ის განვითარება, ის დაპირებები პენსიის და 230 ლარამდე, ანუ დაპირებები ყველას კარგად გვახსოვს 90-მდე დაპირება გვახსოვს ქართული ოცნების დამთავრდა არ დაგიჯერა ხალხმა რომელიდანაც არ შესულდა არც ერთი აბა იქ ამბობთ რეკლამაში რაღაც ნაწილი შესულდა კი სოფლის მეურნეობის ვაუჩერი დამოიწყდა უკაცრავად ბოდეს ვიხდი კარგი საქართველოს ეკონომიკა ვითარდება ძალიან ცუდი მიმართულებით თუ ხელისუფლების პოზიცია იქნა ესეთი რომ არა ყველაფერი კარგად არის აი დაზღვევა ხო გავაკეთეთ არა თავი მინისტრებმა აღიარეს რომ თქვა რაღაც დაზღვევა არ გავაკეთეთ აუცილებლად არ არის უკეთესი ვიდრე შარშან-შარშანცინი ხო? ბატონ დავით, დაზღვევა ეს მინიმალური პაკეტის დაზღვევა ეხლანდელი შემოღებულია
ამოქმედდეს თუ კარგად იმუშავებს. ჩვენ არა ვართ ის ოპოზიცია, რომელიც გეტყვით, რომ რატო დააზღვიეთ ხალხი ამოქმედებულია. ყვირილს არ ავტეხავთ, თუ რამე კარგს გააკეთებთ, მაგრამ ეხლა იმაზე ვერ შეგაკეთებთ. კარგი, ეკონომიკა მაინც არის ისაც ციფრებში აისახება ამაზე. როცა ბიუჯეტება იმაზე ფაქტებით როცა ეკონომიკა არიზდება, როცა ინფრასტრუქტურული პროექტები შეჩერებულია, როცა 50,000 დამატებითი უმუშევარი გააჩნიათ ერთი წლის განმავლობაში. თქვენ არა ეკონომიკურმა გუნდმა, მე არ მგონია თქვენ იყოთ ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული, ამაზე ვერ შეგაკეთებთ ნამდვილად. სწორედ ეს არის განსხვავება. იმ თქვენი პარტიული აქტივისტი, რომლებიც მუშაობდა იმათ გულისხმობთ, ხო? თქვენ გინდათ მითხრათ, რომ 50,000 ადამიანი პარტიული შედგენილობით ასახულობდა. კი, არა, მოდი მე თქვენ გეტყვით. პარტიული აქტივი იყო 50,000 ადამიანი, რომელიც მაგალითად ის რაც არის, რომელიც არის მე მაქვს ეს ინფორმაცია, ძალიან კვალიფიციურად გამოძიებული საქმე. სხვაჩვენს იგივე ფინანსურ პოლიციაში 53 მილიონი არის გაფლანგული ბიუჯეტის ფული არის პარტიული სახსრებში აი კოორდინატორები რომლებიც არის 7 სალიმე იყო მარტო თბილისში რა თქმა უნდა ამაზე არ გვინდა ლაპარაკი ხო ეს არის სერიოზული საკითხი და როდესაც საქმე არის აღზრული რატომ არის უყურავე საქმე აღზრული ამიტოა საქმე აღზრული ერთი პროექტი განახორციელეთ იმაზე სოფლის მეურნეობაში და 80 მილიონი ლარი აორთქლა თქვენმა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დღესაც შედეგია მიღებული მე გეუბნებით ბიუჯეტის ფული მოახმარეთ პარტიულ საქმიანობას ერთი მილიარდი ეკონომიკა აისახება ციფრებში და ამაზე კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს მილიარდ ვალს უტოვებს საქართველოს შედეგები დაიდება კონკრეტული ხმას მიცემთ 400 მილიონი ვალის აღებას თქვენ მოგიწევთ გამოიტანენ ამ საკითხს და ვიმსჯელებთ იქა ეს იგი ბიუჯეტს არ მიცემთ მილიარდი ბიუჯეტში ჩადებული 400 მილიონი ვალის აღება რო არ დაგვაკდება მილიარდი მე რა სიტყვით მე ვისაუბრებ ისევ სტუდიაში კარგი ამიტომ თქვენ ეს ყოფილი ციფრებში აისახება და კიდე დაუბრუნდებით ალბათ ბევრჯერ სხვადასხვა თოქ-შოუებში ამ თემას მე მინდა უბრალოდ რო გვეწურება და ბოლო კითხვა მოვასწრებთ ორი მთავარი ლიდერი 17 ნოემბრიდან ახალი პოლიტიკური რეალობა იწყება მაინც იმიტომ რომ ახალი პრეზიდენტი ახალი პრემიერი თქვა მთავარი გუნდი რჩება უმრავლესობაში პრეზიდენტი სააკაშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი პრემიერი ივანიშვილი აღარ იქნება პრემიერი ამიტომ ორივე ლიდერზე მინდა ორივეს კითხოთ დავიწყოთ იმით რომ ბიძინა ივანიშვილი 24 ნოემბრამდე დატოვებს ალბათ როგორ ფიქრობთ რამდენად ძლიერი იქნება მისი ჩართულობა პოლიტიკაში მისი განცხადებები მოგვისმენია მაგრამ როგორც მართველი გუნდის წარმომადგენლის პოზიცია მინდა მოვისმინო და რამდენად შეძლებს ის სამოქალაქო სექტორში გადანაცვლებას მართლაც იმ ფონზე როდესაც მისი ყველაზე ესეთი გუნდის წევრებს ტოვებს პირობირებად მიგასუხებთ მაგრამ რა კიდრო ძალიან ცოტა დაგვრჩა რაღაც თემები მაინც არის სადაც თანხმედრა გაცილებით მეტია ვილნიუსის სამიტია წინ. კი, ბოლოს ამიტოვა თქვა რომ ეს არის წინა ხელისუფლების დამსახურებას. რომ დღეს ხდება პარაფირება. მე მეცაც ვიტყვი, წინა ხელისუფლებებისაც, იგივე ნატოს შევარდნაძემ და უკაკუნა. ანუ მარტო ცუდი არ ხდებოდა, ნებისმიერ ხელისუფლებებზე რაღაც კარგი ხდება. ის რაც არის ვილნიუსის პროცესი, ეს არის გარღვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩამოგჩა 2 თვის წინ სომხეთი გააჩერეს, ვერ მიაღწია ამ მარათონის ბოლომდე ვერ მივიდა. ამ თვალსაჩინო ეს არის ძალიან სერიოზული და ამ ერთ წელიწადში ხელისუფლებამ ბევრი ხელშემშლელი პირობების მიუხედავად კარგად იმუშავა და ის ხო რაღაცა მორიგი ქახალზე ხელმოწერა ხო არ იქნება ჩვენმა მაყურებელმა კარგად რო იცოდეს ვიტყვი რომ ლაპარაკი არის იმაზე რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და მოხსნა ევროკავშირში და არალეგალურად მომუშავე ქართველები 100,000 შესაძლებლობას რო შეიძენენ რომ ლეგალურად იმუშაონ იქა ჩვენი პროდუქციისთვის რომ ევროკავშირის ბაზარი გაიხსნას და პოლიტიკურად როგორც კი ასოცირებული ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე რატიფიკაციამდე დრო გავა ჩვენ პრაქტიკულად ვართ აღიარებული ევროპა აღიარებული იმის მიუხედავად რომ ჯერ კიდე არ ვიქნებით ევროკავშირის წესი და ამ თვალსაჩინოდ მემკვიდრეობითობა საგარეო პოლიტიკურ კურსში ეს სრულიად გამოჩნდა და ნორმალური იყო მათი ნამუშევარი ამ მიმართულებით და ძალიან კარგად იმუშავა ამ ხელისუფლებას რაც შეეხება ივანიშვილის და სააკაშვილის პოლიტიკურ პროცესებში ამ ორი ლიდერის ერთდროულად მიდიან მაგრამ სხვადასხვანაირად მიდიან ერთი გამარჯვებული მიდის მეორე დამარცხებული მიდის მაგრამ პოლიტიკიდან კი არა პოლიტიკურად ერთი მიდის მისინებით მეორე მიდის იძულებით მე არ ველი მე მგონია ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის ეს ნაციონალური მოძრაობის საფიქრალია მე არ მგონია რომ ნაციონალურ მოძრაობას ხელს შეუწყობს მიხეილ სააკაშვილის ყოფნა ნაციონალური მოძრაობის ლიდერად მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია მე მგონია რომ მიხეილ სააკაშვილმა
იმდენად კონცენტრირებულად ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისე გაფლანგა საკუთარი პოლიტიკური რესურსი, რომ მას ოპოზიციისთვის რესურსი აღარ დარჩა. კარგი, და რაც შეეხება ივანიშვილს, თქვენს ლიდერზეც რომ მიპასუხოთ, ანუ პოლიტიკურ პროცესებზე, რამდენად მოახდენს ის გავლენას, როგორ ფიქრობთ, როდესაც ეს გავლენიანი ფიგურა მიდის პოლიტიკიდან მით უმეტეს კოალიციისთვის. თქვენი ლიდერი იყო, მან შეკრა ის არ იქნება პოლიტიკური ლიდერი. მას გარკვეული გავლენა საზოგადოებაში ექნება, მათ შორის საზოგადოებაში ივანიშვილი სააკაშვილისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი მრჩეველი და არა მარტო მრჩეველი. არა მარტო მრჩეველია, განსაკუთრებით პირველ წლებში მისი მმართველობისას, ის ეგრეთ წოდებული სოროსის ფული და ასე შემდეგ, ძირითადად ივანიშვილის ფული იყო, ხო? პირველ წლებში აი ამ ჩინოვნიკებისთვის და ბევრი სხვა პროექტის განხორციელებაში, სამართალდამცავ სისტემაში თუ თავდაცვაში, მას ეხმარება, მას გავლენა რა თქმა უნდა ექნება. იმიტომ რომ მას აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი, აქვს ძალიან დიდი რესურსი, გამარჯვებული მიდის, გავლენა ექნება, მაგრამ არავითარი კულუარული მართვა არ იქნება. მე როცა ვამბობ, რომ ის ათავისუფლებს საკონტროლო პაკეტს, და რჩევას, ახლა საჯაროთაც მიცემს და არავის არ ეგრძალება საუბარი, მაგრამ რეალურად ხელისუფლება იქნება ივანიშვილის გარეშე და ეს არის პირველად საქართველოში, როცა მოხერხდა ჯერ მრავალპარტიული პოლუსით შარშან ნაციონალური მოძრაობის დამარცხება და შემდეგ მრავალპარტიულობის უზრუნველყოფა კოალიციაში. ის რომ პარლამენტში სულ უფრო და უფრო კოალიციის პარტიები და ნაციონალური მოძრაობა ბევრი თემა აღმოჩნდება ისეთი. იგივე ვთქვათ, აი ქუთაისში დარჩება თუ არ დარჩება პარლამენტი. ამაზე 17 ნოემბრის მერე დაიწყო განხილვა, ახლა აღარ დაიწყო. კამათი ვეღარ მოხსენებთ. იგი აუცილებლად. ესეც ბუნები ნაციონალურ მოძრაობამ, მაბატონო, რამდენიმე მნიშვნელოვან საკმანძო საკითხში უმრავლესობასთან ერთად უყარა კენჭი. საგარეო პოლიტიკის განცხადება, რაც არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც უკვე მიღებული გვაქვს არის, ასე რომ მიუხედავად ოპონირების რეჟიმისა, ეს პოლიტიკის წესია. პოლიტიკის წესია, რომ ორი მხარე საქართველოში ორპოლუსიანია დღეს და გაჩნდა შანსი ბურჯანაძის 10%-ით, რო თვითმმართველობის არჩევნებში თუ კარგად მოიქცევიან და გაიაზრებენ, მათ გააჩინონ მესამე შემადგენელი ქართული პოლიტიკის. თუ ისინი რაღაცა შეიკრიბებენ, საინტერესოდ მიდის პოლიტიკური ცხოვრება, ივანიშვილს ამ თვალსაზრისით მადლობის მეტი არაფერი არ ეთქმის, არა მარტო ჩვენგან, არამედ უპირველეს ყოვლისა ნაციონალურ მოძრაობით. კარგი, და ბატონ გიორგი, მე მინდა ორივე თემას შევეხები და ორივე ლიდერს. მესამე რა იყო, ორი ლიდერი და ვილნიუსი სამიწე იყო საუბარი. ვილნიუსი სამიწით კი ბატონ თავის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვთვლი რომ ჩვენ და ამას თვითონ ევროკავშირი აფასებს ასე, წლების განმავლობაში გადავდგით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ავაშენეთ ძალიან ბევრი ინსტიტუტი, მოვახდინეთ ნაბიჯები, გადავდგით წინ ყველა თვალსაზრისით იმისათვის, რომ აქამდე ქვეყანა მისულიყო ბოლო წლის განმავლობაში ამ კოაბიტაციის პერიოდში ძალიან კარგია რომ საქმე მივიდა იქამდე რომ ვილნიუსში მოხდება პარაფირება და იმედი მაქვს რომ შემდეგი ერთი წელიც ის რაზეც მაგალითად კარლ ბილტი საუბრობდა რომ საქართველოს შეიძლება საქმე მხოლოდ გაუფუჭოს იმან რისი ნიშნებიც არის ეს არის შერჩევითი სამართალი და ეს არის პოლიტიკური ოპონენტების გამოცხადებული დეკლარირებული დევნა იმედი მაქვს რომ ამას არ გადააყოლებენ იმ წარმატებას რომელიც შეიძლება საქართველოს სამმართველობით კონდეს. რაც შეეხება ლიდერებს, მე არ ვთვლი რომ მიხეილ სააკაშვილი დამარცხებული მიდის პოლიტიკიდან, ის იყო ორი ვადით საქართველოს პრეზიდენტი 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა. ჩაიბარა ეგრეთ წოდებული failed state, არ შემდგარი სახელმწიფო. ჩაბნელებული სიღარიბის ზღვარს მიღმამყოფი არარსებული დანგრეული ინსტიტუტებით, თლიანად კორუმპირებული და თლიანად ქურდების და კრიმინალების ხელში მყოფი მისი თანამონაწილეობითაც 6 წელიწადში ჩავარნაესთან ერთად იყო. ბატონი დავითის თანამონაწილეობით 2003 წელს ვარდების რევოლუციით და ჩემი თანამონაწილეობით მიხეილ სააკაშვილმა ჩაიბარა დაქცეული სახელმწიფო. 2012 წელს თავის პრობლემებით ჯერ კიდევ არამდიდარი ალბათონი გაგემხელთ მე და გოკამ გამოვღლითეთ მნიშვნელოვანწილად ხელი შეუწყეთ მიხეილ სააკაშვილის ამოსვლას მოქალაქეთა კავშირიდან. პროგრესის მოდერნიზაციის და გავიმეორებ პრეზიდენტ ობამას შეფასებას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს საქართველოში გაეხსენებენ როგორც ადამიანს, რომელმაც ააშენა სახელმწიფო ინსტიტუტები და რომელმაც თავის რეფორმებით შეუწყო ხელი იმას, რომ საქართველო წინ მიდის და
და წინ წავიდა. კი ბატონო, და როგორ წარმოგიდგენიათ ამ პოლიტიკურ პროცესებში მისი მონაწილეობა და იგივე პარტიასთან ის ახალგაზრდა პოლიტიკოსია მიხეილ სააკაშვილი და ბატონმა დავითმა ყველაზე კარგად იცის ამდენი ხანია პოლიტიკაში არასოდეს თქვა არასოდეს და იფორია ეხლანდელი გამარჯვებულების ყოველთვის გამარჯვებულები იქნებიან ან წუხილი დღევანდელი დამარცხებულებისთვის რომ ყოველთვის დამარცხებულები იქნებიან ასე პოლიტიკაში არ ხდება ძალიან ბევრი რამ ხდება პოლიტიკაში და იმაში დავეთანხმები რომ პოლიტიკა საინტერესო რამ არის და სააკაშვილის და პოლიტიკოსი ამ პროცესებში როგორ პოლიტიკური გონიერება ვისაც აქვს არავის არ ურჩევდი რომ თქვათ უკვე ისტორიის კუთვნილებად განიხილოს რაც შეეხება ივანიშვილს მე ვფიქრობ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა რომ საქართველოს შედის ახლა ერთგვარ რუხი კარდინალის მმართველობის სტადიაში რომელიც არ იქნება მთავრობაში მაგრამ ყველას ეცოდინება რომ მთავრობა არის მისი პირადი რამ ანუ მთავრობა მისი პირადი ერთგულებით დაკომპლექტებული რამ არის მართალია არსებობენ კოალიციური პარტნიორები რომლებიც იმედი მაქვს როგორც მაგალითად განათლების კანონზე იყო ასე ვთქვათ უფრო გონიერ პოზიციებს გაიზიარებენ და არა ვთქვათ პირად მოსაზრებებს პირადი თანაშემწეების და ამიტომ ხდება პოლიტიკა საინტერესო შევხედოთ ბევრ რაღაცას ჩვენ შეიძლება თანამშრომლობა გქონდეს როგორც საგარეო პოლიტიკა ხო კოალიციაში ხო ყველაზე ვერ ვიძახი რომ საგარეო პოლიტიკაში თანამშრომლობა მექნება ბატონ დავითთან შეიძლება მქონდეს თანამშრომლობა ხა ისინი ვინც ნეიტრალიტეტის კონცეფციას ავითარებენ ქართულ ოცნებაში მაგალითად ფორუმი და ასე შემდეგ ან ნატოს მტრად სახავენ როგორც თოფაძე და სხვები ანუ იმათთან ვერ შედგება ხო თანამშრომლობა საგარეო პოლიტიკაში ანუ ეს კოალიცია საბოლოოდ ეკლექტური რამ არის ნუ რასოდეს ნუ ვიტყვით რომ რაღაცა არ შეიცვლება ყოველ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ რომ საქართველოს მოახერხა 2012 წლის ჩათვლით წინ წასვლა და სხვათა შორის დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების პრინციპული ცვლა არა უბრალოდ ცვლა თქვა ერთი გუნდის მეორეთი არამედ ოპონენტის მოსვლა ხელისუფლებაში მშვიდობიანად ხელისუფლების გადაცემა ასევე მე ვთვლი რომ როგორც ქართული ოცნების ასევე სააკაშვილის გამარჯვება და წარმატება და ზუსტად ასე თვლის ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარი და მე ვთვლი რომ პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდება ძალიან ბევრი საკამათო გვექნება ძალიან ბევრი საკრიტიკო ექნება ოპოზიციას ხელისუფლებისა და ხელისუფლებას ექნება მთავარი რამ გასაკეთებელი რომ ქვეყანა არ მიუშვას არ დაუშვას იმდაგვარი ეკონომიკური ვარდნისკენ რომელიც ძალიან სერიოზულ სოციალურ პრობლემას გამოიწვევს ქვეყანაში ამ ამოცანის შესრულებაში ჩვენ მზათა ვართ დავეხმაროთ იმიტომ რომ მოგეხსენება ძალიან ბევრი გამოცდილი ადამიანი ჯობია არა დაკითხვებზე ატარო არამედ საქმიან კონსულტაციებზე ეკონომიკის განვითარების კუთხით დიდი მადლობა მე კიდევ წარმატებებს გისურვებთ ამ ნაწილში თქვენც და თქვენც დავით ბერძენიშვილი და გიორგი გაბაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები ძალიან დიდი მადლობა ორივეს მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით და ტრადიციულად მომავალ პარასკევს შევეცდებით შემოგთავაზოთ განსხვავებული პოზიციები კვირის მთავარ მოვლენებზე ნახვამდის